ეს არის პაკეტის ნაწილი და ზოგადად იმ ტენდენციის და პოლიტიკის ნაწილია, ანუ დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ამ შემთხვევაში მედიის წინააღმდეგ, ანუ ნებისმიერი ფორმით, საკანონმდებლო შენობრივ პრაქტიკულად შეზღუდული იყოს თავისუფალი განსხვავებული აზრის გავრცელების შესაძლებლობა. თვითონ აღარ ვსაუბრობ იმ საერთაშორისო სტანდარტზე, როდესაც მედიასთან დაკავშირებით, ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რამე საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მით უმეტეს, როდესაც ასეთი რეპრესიული შემზღუდავი არის, მედია უნდა იყოს ჩართული, ახსნა განმარტება უნდა მოხდეს, მკაფიო დასაბუთება უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი პრაქტიკულად არ არსებობდა, პირდაპირ მნიშვნელობით და გვაქვს, როგორც სხვა მიმართულებით, მაგალითად, აქციებთან დაკავშირებით იქნება რუსული ფარა თუ ასე შემდეგ. მოხდა რა, მედიებს მათ შორის ამდენმე ცვლილება განხორციელდა, კომუნიკაციურ კომისიას, მარეგულირებულ უწყებას მისცეს განზომლად დიდი ფუნქცია, კომპეტენცია, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის გადაცემაში, ყველა ტიპის მედია პროდუქტში, ანუ გულისხმობს მაუწყებლობას, რადიო, ტელევიზია, შინაარსში ჩარევის შესაძლებლობა. ანუ თუ ადრე გაყოფილი იყო და დიდი ნაწილი იყო თვითრეგულირება, თანარეგულირება, ანუ პროფესიული წრის წარმომადგენლები და დამეთანხმებით, რომ ჟურნალისტებისთვის ანიშნულოვანია, როდესაც შენი კოლეგა დაგისაბუთებს რა შეცდომა დაუშვი და მიგითითებს, რომ ეს არ ჩაიდინო და აქვს დიდი მორალური და პროფესიული წნეხი შენზე, ანუ შეცდომის განსაზღვრული ნამდვილად არავინ არ არის, მაგრამ როდესაც დაგისაბუთებენ ერთხელ ორჯერ კვეს ამ წრეში შენთვის ამ ავტორიტეტის საკითხიცაა და პირადი ღირსების საკითხიცაა და ბევრ ქვეყანაში ძალიან გამართულადაც მუშაობს. მაგრამ ჩვენს რეალობაში ნაცვლად ამისა, რომ ეს თქვათ ქარტიასთან ერთად თქვათ კომუნიკაციურ კომისიას მაუწყებლად ქცევის კოდექსი გაიძლიერებინა და ასე შემდეგ რეალურად მივიღეთ რომ პრაქტიკულად ყველა იმაზე ჩარევის შესაძლებლობა აქვს და ისაც საუბრობდით რამდენიმე კვირის წინ ეს არის რეალურად ცენზურის კანონმდებლობა დღეს ხედავთ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ მოსწონს სიტყვებით დიახ, მან უკვე შეიტანა საჩივარი ფორმულასა და ტელეპირველის წინააღმდეგ. დიახ, მიმართულია ტელეკომპანია ფორმულასა და პირველის წინააღმდეგ, რომ ეს სიტყვები მათ არ მოსწონთ. არც თუ ისე შორს რო გავიხედავთ, როსკომნაძორი, ანუ რუსეთის მარეგულირებელი, იგივე მაგალითებიც აქვთ, არაერთი შორს მიმავალიც, მაგრამ ასე თქვათ, შთაგონების წყარო ცალსახად რუსეთიდან მოდის და ღია სივრცეშიც არის ხელმისაწვდომი და გეუბნებიან ეს სიტყვა უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ. ახლა მაგალითად რაც ხდება დღეს უკრაინაში, ომი არ უნდა დაუძახო.